მოდი ვნახოთ რა არის დღის რჩევა შენთვის. მე აქ ხედავ, რომ შენ შესაძლოა იყო იმედგაცრუებული და უყურებდა უფრო მეტად იმას თუ რა დაკარგე და რა არ გაქვს. და რჩევაში აქ ამოდის, რომ შეხედა იმას, რაც უკვე გაქვს. შეხედა იმას, რა შანსები და შესაძლებლობები გაქვს ცხოვრებაში, მომავალში, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ აქ შენ ხარ ძალიან გაზრდილი, ფსიქოლოგიურად და მომწიფებული ადამიანი, რომელმაც იცის ცხოვრებაში რა უნდა, იცის საით მიდის და ადრე თუ გვიან შენ ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ხარ შენ. და აქედან გამომდინარე, ნუ უყურებ დანაკარგს, ხო? თუ აქ საქმე ეხება სიყვარულს, მომავალში შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მზად იქნება შემოგთავაზოს სერიოზული ურთიერთობა, ოჯახი და შვილები და აქედან გამომდინარე, თუ დღის განმავლობაში დაგრუზული იქნები იმის გამო, რომ ხა მარტო რატო ვარ, ჩემ არის ის, რომ ნუ დაიგრუზები. სამყარო ყველაფერს მოგცემს თავის დროზე, უბრალოდ მთავარია შენ აი არ ჩავარდე ესეთ მდგომარეობაში, არ ჩავარდე დეპრესიაში და აი ცხოვრების ამ ეტაპზე რაც გასაკეთებელი ის გააკეთო. და ამ ეტაპზე მივხვდა რომ შენ რაღაც ფინანსურ საკითხებში ხარ უფრო მეტად ჩაბმული, შენს კარიერაზე ხარ ორიენტირებული და გააგრძელე ეს, იმიტომ რომ სწორად მიდიხარ. ყველაფერს სწორად აკეთებ და თავის დროზე ყველაფერი შემოვა შენს ცხოვრებაში. სულ ეს იყო რითი თქმაც მინდოდა დღეს. იმედი მაქვს გამოგადგება ჩემი დღის რჩევა, ხოლო ინდივიდუალურ სესიებით თუ ხარ დაინტერესებული, მომწერე პირადში.